მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი Facebook მეგობრი ხონით კიდე ერთხელ მინდა გაჩვენოთ თუ როგორ მუშაობს განახლებული გვერდი სასკოლო ლიტერატურის. აი ესეთი გვერდია. და მოყვეთ ხო, აქ არის ავტორი, მისი ბიოგრაფიით და იხსნება ცალკე, აქ არის სამონიშვილის დედანაცვალი, აქ არის დღეღამის რეჟიმი, აქ არის მაქსიმალური შიფტი და ეს 16 აღებულია, იმიტომ რომ ეს ხარს უჭერს პროექტს მცირე მხედველიანთათვის და მეტი აზრი არ გაზრდა, იმიტომ რომ უბრალოდ თქვენ მობილურ ტელეფონებში კარგად ვერ გახსნით. ამის ზემოთ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ თქვენ ეს აიღოთ. შემდეგ არის მარცხნივ გასწორება. გირჩევთ, რომ ესე იგი სრული გასწორება, სრული გასწორება გამოიყენოთ კომპიუტერში, ხოლო მარცხნივ გასწორება გამოიყენოთ მობილურში და სხვა ელექტრომატარებლებში თვალსაჩინო რაც. იმიტომ რომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ უფრო 72% დაახლოებით მობილურში ეხედება, რომ რამე ნახოს. ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ. ეგ არის დამხმარე ლიტერატურა, მაგალითად თუ გააჭერთ თემონა ბექიშვილს, მისი გვერდი გაიხსნება, თუმცა 100-დან 99 შემთხვევაში გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის ან ბიბლიოვიკი, ან ბიოგრაფიული ლექსიკონი. ქვემოთ თუ დააჭერთ გაიხსნება ის გვერდი, საიდანაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაწარმოების. არის სამართლის დედანაცვალი, თემონა ბექიშვილის რა წერია და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ არაჩვეულებრივი წერილი. სხვადასხვა ქალბატონ ნატურინ გოროღაცაც მივწერე ან რედაქტორს სასკოლო მასწავლებლის და პირადად თემონა ბექიშვილსაც მივწერე, რომ უფლება ამეღო, იმიტომ რომ ორივეს ვიცი. სხვა შემთხვევაში უფრო ვწერე, მაგრამ ლოდინი მჭირდება ხო. ახლა სხვა ნაწარმოები, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ნაწარმოები, რომელიღაც ციფრულ რესურსში გვაქვს. ან სასკოლო ლიტერატურაში, ან ქართულ ლიტერატურაში, სხვა პლატფორმაზეა მამარდაშვილის კოლექციებში. მამარდაშვილის ციფრულ ბიბლიოთეკაში. რაც შეეხება რომელიც არის შავი, გაშვებული, ეს ნიშნავს, რომ ეს არის სასკოლო ლიტერატურის პლატფორმაზე და ნიშნავს, რომ ეს ტექსტი იქნება ზუსტად ისე, როგორც ახლა თქვენ ხედავთ. აი სოლომონ მაგალითად რომ დააჭიროთ, აბა საინტერესოა როგორ არის ვიკი ლექსიკონში. ახლა ეს სხვა სოლომონი იქნება საერთოდ. ამიტომ ეს ხილათ უნდა იყოს გამოყენებისას, თუ რამე დაგაინტერესებთ, ჯობია მომწეროთ, იმიტომ რომ მე ამას შიდა ლექსიკონში შევიტან და გაშავდება და ჯობია ზუსტი განმარტება გექნება. წყაროს ბუნებრივია მივხვდით. რაც შეეხება თავად ტექსტს. აი აქ არის თავად ტექსტი და სადაც არის შავია ნიშნავს, რომ პირდაპირ გამოვა და ჩაშენებული ლექსიკონიდან წაიკითხავთ. გვარიანი ნიშნავს გვარიანი ღარიბის, საკმაოდ ღარიბის, ასე შემდეგ, მაგრამ გვარიანი შეიძლება იყოს გვარიანად დაღამდა. ეს რაც არ ნიშნავს ღარიბი რო არის, მაგრამ საკმაოდ ნიშნავს, რომ საკმაოდ დაღამებულა. და ეს ვარიანტი მოდის გვარიანი, ახლა ავკრიფოთ აი აქ. და ვნახოთ რა გამოვა. გვარიანი. თქვენ გვარიანს ავკრიფოთ და დააწკაპუნებთ, გეტყვის, რომ სიტყვა გვარიანი შეხდება სამანიშვილის დედანაცვალში და შეხდება ლექსიკონებში. ანუ რომელსაც გააკვითლებს, იქაც იმ ადგილებში უნდა ეძებოთ ეს სიტყვის განმარტება. თანაც გიწერს რამდენ ადგილას ნახავთ თქვენ ამ სიტყვას. დავიწყოთ ახლა აქ ლექსიკონში. ნახეთ, გვარიანი ნიშნავს საკმაოდ, ბეკინა სამანიშვილი ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც და საკმაოდ ნიშნავს დიდსაც. წინ კიდევ გვარიანი გზა გვაქვს გასარევი. ახლა არ მახსოვდა, რომ დიდსაც ნიშნავს სიმართლე გითხრათ. მეცნიერება ხშირად და კარგია რომ ეშლება, იმიტომ რამდენსაც მეცნიერება აქ წერია ზოგადად რამდენი ჯერა ნაპოვნი. აქ არის მაგალითად აი აქ არის აქ სამანიშვილის დედანაცვალში არის რამდენი წელი დაწერა? 2 წელი. ნუ სულ 5 მაგას ვერ იცით, სამწუხაროდ. კიდე რა გვაინტერესებს? ხო, რაც შეეხება როცა არც ლექსიკონში არა და არც ლექსიკონში არა სიტყვა და არ არის არც
ტექსტში და უბრალოდ აი აქ მუშაობდა და გაინტერესდა და მოდი ახლა ნახოთ სიტყვა მაგალითად სკამი. აქ სკამი იქნება. ნუ რა სიტყვა შეიძლება ახლა მოვიფიქრო მე მაგალითად ისეთი რომელიც სამასე დედნაცოლში არ არის. მაგალითად კერკეტი, რა ვიცი, კერკეტი არ უნდა კერკეტი რა გამახსენა. კერკეტი და დავარტყა ხება რას ზამს. ნახე ფრაზა ვერ მოიძნა ლექსიკონში. და ვერ მოიძებნა პირდაპირ ამოგარჩევინებთ ხალხო აი აქედან. იმ ვარიანტებს სადაც შეგიძლიათ თქვენ მოძებნოთ ესა თუ ის სიტყვა. მიხვდით? მოდი აბა მთლიანად MPLG-ში რას ეძებს? ნახეთ. აი, გამოგიდანა. მოკლედ ჩვენი მიზანი რა იყო? ჩვენი მიზანი იყო რომ როცა შედიხართ ერთ გვერდზე არ გამოხვიდეთ იქიდან, რა სანამ სულად არ დაიკმაყოფილებთ თქვენ ინტელექტუალურ მოთხოვნებს. დღეს სულ ეს იყო. არ მგონია მეტი საინტერესო იყოს აქ. რაც გაჩვენეთ იმ მეორე ნაწილს ანუ ნაწილს სადაც ეს ერთიანდება ასეთი 350 გვერდია დაახლოებით ვარდებით 400 გვერდამდე მაგაზე ნელა მოგიყვებით რა თქმა უნდა თუ თქვენი სურვილიც იქნება. გაიხარეთ, მადლობა.